მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა რეზიუმე, სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ვინც გვისმენს FM 103.9-ზე რადიო პალიტრის ეთერით და ასე მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც გვიყურებს ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის ეთერით. მაშასე, პროკურატურაში სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ბრიფინგი, სადაც განაცხადეს ასეთი რამ. ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის, ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული სულ 8 პირის საცხოვრებელი ბინების სახლის და პირადი ჩხრეკები. ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მთავარი პროკურორი გამოვიდა. მისი თქმით, ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა. ეხლა უფრო დეტალურად წაგიკითხავთ, რა თქვა მან. განსაკუთრებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან და სისხლის სამართლის საქმეების მნიშვნელობიდან გამომდინარე, სურ საზოგადოებას მივაწოდა შემდეგი ინფორმაცია. საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში სახელმწიფო უსაფრთხოების ანტიკორუფციულ და სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტებში სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დღეს დილის 10 საათიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთდროულად 22 ლოკაციაზე მასშტაბური ღონისძიება ჩატარდაო, თქვა მან. ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის, ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული სულ 8 პირის საცხოვრებელი ბინების, სახლების და პირადი ჩხრეკები. ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა. ხსენებულ საქმეზე აქტიურად ტარდება საგამოძიებო, საპროცესო და ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებები. გამოძიების მიმდინარეობის და შედეგების თაობაზე საზოგადოებას პერიოდულად დამატებით მოგახსენებთო, განაცხადა მთავარმა პროკურორმა ბატონმა გიორგი გვარაკიძემ. მაშასე, მოგესალმებით კიდევ ერთხელ, დღეს პარასკევია შეგახსენებთ და ჩვენ გვაქვს თანაწამყვანი დათო ზურაბიშვილის სახით. მოგესალმებით დათო. მოგესალმებით მერაბ, მოგესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს და რადიო მსმენელებს. მოკლედ, დღეს ვაპირებდი ხა შინთერთად განათლების ახალი რეფორმა განმეხილა, მაგრამ ვიდრე განათლების რეფორმაზე გადავალთ, მანამდე ასეთი ამბავია, ღარიბაშვილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს, მარტო სახლში კი არა, პირადი ჩხრეკაც, ანუ ღარიბაშვილი დააყენეს, ხელები ააწევიდეს და ჯიბები ამოუტრიალეს. ეგ არის პირადი ჩხრეკა. ლილუაშვილიც მათ შორის. ფარცხალაძე არ ვიცი იყო თუ არა საქართველოში, მაგრამ მის სახლის ჩატარდა ჩხრეკა. მე მგონი ბიზინა აწობს გადატრიალებას. არ ვიცი ხა სხვანაირად დავარქვა ამას, ანუ არ მიყვარს საერთოდ ირონიზირება დაპატიმრებულებზე და შეიძლება არ გვეუბნებიან დაპატიმრებულია ეს ხალხი თუ არა, დაკავებულია თუ არა, თუმცა არ გამიკვირდება რომ შესაბამისად ამ ჩხრეკას მოყვეს დაკავებაც. ყველასი თუ არა, ვიღაცის მაინც წეს თუ მოყვეს კიდეც. ძალიან ლოგიკური ამბავია ხა იგი. ხო არა და ეს 3 წლის წინ რო ვინმეს ეთქვა რომ აი დაიჭერენ ღარიბაშვილს, ლილუაშვილს და ფარცხალაძეს, ნუ ყველა იფიქრებდა რომ დაბრუნდნენ ნაცები და დაერიან ასე ვთქვათ კონცეფტს. ამ დროს ეს ხდება შიდა კონცური ასე ვთქვათ. იქნებ დაბრუნდნენ და არ ვიცი. ხო არა, თან ვიღაცა გვარაკიძე გააკეთებს ამას, რომლის გვარიც არავინ არ იცოდა ადრე. ნუ კარგი, შეუძლია მაინც გამექცა ცოტა ირონიისკენ, იმიტომ რომ ეს ის ხალხი იყო, რომლებიც წარმოადგენდნენ ღერձს ივანიშვილის ძალაუფლების, მთავარ ღერձს. ამ ხალხზე დარწმუნებით ტარდებოდა პოლიტიკა წლების მანძილზე. იმ პოლიტიკა, რომელსაც ოპოზიცია იზრდა, ოპოზიციაში ედგა და პრინციპში იგივეს ლაპარაკობდნენ, რაც ამ ხელისუფლებაზე ახლა ლაპარაკობენ. დღეს ჩვენ ხედავთ, რომ უკვე ივანიშვილი ამ თავის ძველ თანამებრძოლებს, მათ შორის ახლა ირაკლი ღარიბაშვილის და ლილუაშვილის ეს არ არის ის ხალხი, რომელიც ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ შემოვიდნენ პოლიტიკაში, არა, ის მანამდეც მათთან იყვნენ და მუშაობდნენ და არა, პოლიტიკაში მაშინ შემოვიდნენ, მაგრამ მანამდე მუშაობდნენ მათ. კობახიძის გვარის სახელი საერთოდ არ იცოდა, ირაკლი კობახიძის 2012 წლამდე ბიზნა ივანიშვილი. ანუ მათი კადრებია. მისი კადრებია, პირადად მისი კადრებია ეს ხალხი. ხო და საინტერესოა რას ვერ პატიობს ამ ადამიანებს, ანუ რა ჩაიდინეს ასეთი. პირადად გულახდილად ვიტყვი, არ ვარ საქმის კურსში ასე, მაგრამ
ძალიან ეჭვმეპარება რომ რამე სერიოზულ შეთქმულება კონდეს მით უმეტეს აი ამ 4 ოქტომბრის მაგრამ მაშინ ამ თავისიანებს რატო დაერეოდა უფრო ეჭვიანობის დიადაქსია მე მგონი ბიზნესები ძალიან ეჭვიანი ადამიანია ხო ეს არ გონია იმიტომ რომ ეხლა რაღაცა ფაქტები თუ არა პროკურატურას არ გამოვრიცხავ რომ რაღაც საუბრები ქონდათ თუმცა ეს არ ნიშნავს რომ გუშინთან ისე ilaparaqa ერთ-ერთ ეთერში თუ გუშინ წინ იყო ყობახიძემ რომ ჩვენ ზუსტად გქონდა ინფორმაცია რომ ამ იმას 4 ოქტომბერს გადატრიალებასო რაღაც ინფორმაციას ფულს და ასე შემდეგ ერთ-ერთი ჩვენი ყოფილი მაღალჩინოსანი აძლევდა. არ ვიცი რა ზუსტია ეს ინფორმაცია, მაგრამ შესაძლოა იყო რომ რაღაც ხდებოდა. შესაძლოა რომ რაღაცა სადღაც რაღაც ურთიერთობის, მაგრამ არ ვიცი ესეც. ყოფილიყო თუმცა ძალიან მეეჭვება რომ ეს ყოფილიყო სერიოზულად ხა დამჯდარიყვნენ იქ თქვა დაკეთე ზოდელავა. თქვა თან ზოდელავა და პაატა ბურჭულაძე ან თუნდაც აჩუახალაია მithumetes ერთხარეს და აქეთ დამჯდარიყვენ რაღაცა ლილუაშვილი, ღარიბაშვილი და ერთად მოექსოვათ რაღაც შეთქმულება. ამის არ მჯერა ხა გულწრფელად რო გითხრათ, არა იმიტომ რომ უბრალოდ რო ხა ეს არა იმიტომ რომ რაღაც კაბი წარგიდა მოგიწევს დაჯერება ხა ამ ხალხს თუ დაიჭერე, აბა ისთვის იჭერს. ახლა უკაცო ტყუილი დაჭერილი ადამიანები არ გინახავს. ხო, არა, ღარიბაშვილს რატო იჭერს? ღარიბ ეჭვიანობის დიადაგზია კაცო, იმენი ეჭვიანა რაღაცა თუ გაიგორო, სადღაც რაღაცა ბაჭიაშვილი და დაიჭირა. გადამაგდო ფულშიო, დაპირდა ის ბაჭიაშვილი, იმპულს მოგიტანა თურაო, ჩათვალო რომ ის არ მოიქცა, სწორად იმიტომ რომ უნდა მოეტანა. ახლაც ახლა სიტუაცია ბიზნეს თვალ. ხო, ამათ რა აწყენინეს აი, ეგარი თავარი. მოხსნეს იმიდან დაიბოღდნენ ყობახიძეზე და ოპოზიციასთან დაიწყეს რაღაცა ჩურჩული, არ აქვს მნიშვნელობა ერთი პატარა ფაქტიც თუ დაფიქსირდა რომ ის ვიღაცა ღარიბაშვილი დაელაპარაკა მაგალითად ვინმეს თქვა ვიღაცას, აი არ არის აუცილებელი პირდაპირ თქვა სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენელი ყოფილიყო. იმ წუთში ეს ბიზნეს ივანიშვილის არის უტყუარი მტკიცებულება რომ არიან მოღალატეები, ასეთი ტიპია, საერთოდ ასე უყურებს. და ძალიან რთულია იმის გადარწმუნება. დღემდე ვერავინ ვერ გადაარწმუნა რომ ამერიკის მთავრობამ არ მოპარა ის ფული რაღაც ბანკიდან და ეხლა ამას არ დაიჯერებს ეხლა თუ რაღაც შეხვედრა მართლა იყო და თუ რაღაც ლაპარაკი მართლა იყო ეს ჩათვალეთ რომ დამთავრებული საქმე და ამას არაპატიერთან განსაკუთრებულად სასტიკი იქნება თავისიანების მიმართ, მოღალატეების მიმართ. რომ მეტი მოღალატე არ გამოჩნდა. რა თქმა უნდა, ვიდრე მტრის მიმართ, იმიტომ რომ სხვებისთვისაც ეს იყოს მაგალითი. თუმცა სხვებისთვისაც ეს უნდა იყოს მაგალითი, რომ ეხლა რომ არიან ფავორში ვინც არის ეხლა დღეს. იმათვისაც უნდა იყოს, რომ ეს ივანიშვილის ფავორიტობა ეს არის ძალიან წარმავალი რამ. და ამას თუ ივანიშვილის ხელისუფლებას ჩვენ უყურებთ, ვინ ყავდა მას თავიდან მე საერთოდ მეუბნებოდა რომ შენზე და არცეთ პოლიტიკოსი არ მიყვარს ცხოვრებაში. შენ გეუბნებოდა. იქ ჩემთვის თქვა მე. პატა ზაქარიაშვილის და შენო. ეს ორი კაცი მიყვარხარ ყველაზე მეტად. მაგრამ ეს დიდ სიყვარულმა დიდხანს არ გასტანა როგორც ნახე. ვერ გადაგიყვარათ. ხო, ნუ ეხლა და ასე უბნება ყველას. მე დავიდა ვიფიქრე რომ კაცო მართლა რაღაც ამ კაცს რაღაცა ეთყობა მისმინა მოეწონა და თურმე ყველას ასე ელაპარაკება ეგ. სხვებსაც მაგაზე არ ვიცი ეთყობა. მე დავასკვენი, იმიტომ რომ იცulis ასე ადვილად იცulis ადამიანებს და ვინ დარჩა მასთან თავიდან ბოლო ერთ წულუკიანის გარდა არავინ არ დარჩენილა მე მგონი რა. და კალაძე. ნუ კალაძეც შერჩა, მაგრამ კალაძეც ჩამოკიდებული ყავს ნებისმიერ დროს დამოკლეს მახვილი კიდია და როცა უნდა მაშინ დაიჭერს თუ პატარა რაღაცა მაინც შეამჩნია, პატარა. და კაცმა არ იცის კიდე რა მოუვა თავში ახლა ცოტა ხნის მერე ამას ნიშნავს ჩემი აზრით აი ეს ამბავი და აი ახლანდელ ფავორიტებისთვის ბიზნესმენებისთვის რომელიც ივანიშვილის გარშემო არიან მისი მხარდამჭერებისთვისაც კარგი მაგალითი უნდა ირაკლი ღარიბაშვილი ყველაზე პოპულარული ადამიანი იყო ივანიშვილის შემდეგ ხელისუფლების მხარდამჭერებში კი ყველაზე პოპულარული და ყველაზე მეტად შეესაბამებოდა მათ წარმოადგენას რაღაც ეროვნული ტიპის ლიდერს. რაც ყობახიძე მაგალითად არანაირად არ შეესაბამება, კი ცდილობს და სუვერენიტეტის მახვილი უნდა რომ იყოს, მაგრამ არ გამოდის ახლა მისგან რა, რომ არ არის ტიპაჟი. არც ეგ არ არის ტიპაჟი, არც დინარაძე არ არის ეგეთი ტიპაჟი და არც არავინ, არც პაპუაშვილის. არ გვანან ეს ხალხი არანაირად არტოვებენ რაღაც ასეთ ეროვნული იდეის მატარებელ ადამიანებს. ასე რომ დაველოდოთ უნდა მოვლენათა განვითარებას, როგორც იქნება ალბათ ბევრ საინტერესო და სიურპრიზს კიდევ შემოგთავაზებს ხელისუფლება. ხო, მე ვინც ახლა შემოგვიერთდა რადიო მსმენელები ან ტელემაყურებლები, შეგახსენებთ რასთან გვაქვს საქმე. სულ რამდენიმე წუთის წინ გენერალურმა პროკურორმა ბატონმა გვარაკიძემ, არც კი ვიცოდი გენერალური პროკურორის გვარი. გვარაკიძემ
გამართა ბრიფინგი, სადაც განაცხადა, რომ ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის გიორგი ლულუაშვილის, ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული სულ 8 პირის საცხოვრებელი ბინების, სახლების და პირადი ჭხრეკები. პირადი ჭხრეკა კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, არის რომ ჯიბები ამოუტრიალეს ირაკლი ღარიბაშვილს. ხო, ჯერჯერობით და ლილუაშვილსაც და ხო, ფარცხალაძე თუ იყო თბილისში, იმასაც არ ვიცი. მოკლედ, ჯერჯერობით არ ვიცით, ისინი დაკავებულები არიან თუ არა, ამას არ საუბრობს პროკურატურა, მაგრამ ნუ რადგან ესე გამოვიდნენ და საჯაროდ მოყვნენ ეს ამბავი და ხო, ნუ არ არის გამორიცხული რომ ალბათ შეიძლება საქმე აქეთკენ წავიდეს. ხო, ნუ ეს საქმე, რაზეც ახლა ეს საუბრობს, ზოგადი სახელი არის, ხო? განხორ საქართველოს რას ედავებიან მათ ახლა ეს მინდა რომ წავიკითხო. განსაკუთრებული ხო მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და სისხლის სამართლის ინფორმაცია საქართველოს გენერალური პროკურორის საგამოძიებო ნაწილი სახელმწიფო უსაფრთხოების ანტიკორუფციული და სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში და ასე შემდეგ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ოღონდ არ წერია რას ედავებიან. რაღაც გამოძიება მიმდინარეობს, ხო? ანტიკორუფციის სამართლის ყოფილი პროკურორის შემდეგ და რაღაცა. მიმდინარეობს შედეგებზე, ნუ მოგვიანებით გაცნობებით, ხო? კონკრეტული ბრალდება რაშია და ანუ რა თემაზე მიდის გამოძიება ამ განცხადებაში არ წერია. ჯერჯერობით. ნახოთ რას გვეტყვიან საბოლოო ჯამში დაიჭერენ თუ არა ღარიბაშვილს და ლილუაშვილს, ნუ ჩვენი პროგნოზია, რადგან აქამდე მივიდა საქმე, ალბათ დაიჭერენ. უფრო მოსალოდნელია რომ ასე მოხდეს, ვიდრე მოხდეს პირიქით. კი ბატონო, ჩვენი კორესპონდენტი წასულია უკვე ღარიბაშვილის სახლთან, თუ რაიმე ინფორმაცია ექნება, მას ჩავთავთ აუცილებლად გადაცემის მიმდინარეობაში და მანამდე მინდა დავუბრუნდეთ ჩვენი გადაცემის თავად განს, ეს არის ირაკლი ყობახიძის მიერ შემოთავაზებული განათლების რეფორმა, ახალი რეფორმა, დათო შენ უფრო სპეციალისტი ხარ, შეიძლება ითქვას, ხო, განათლების სფეროში. ასე თუ ისე მათ სფეროსთან რაღაც კავშირი აქვს. ნუ გარდა იმისა, რომ ასწავლი, გარდა ამისა განათლების მინისტრის მოადგილე იყავი ცოტა ხანი მარგველაშვილის დროს. ვიყავი, მანამდე ვიყავი კიდევ მინდა შეგახსენოთ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე პარლამენტში და ხო, მოკლედ კომიტეტში მუშაობდი. მოკლედ ამ საკითხში კარგად ერკვევი და რაც წავიკითხეთ ახლა, რაც მოვისმინეთ ირაკლი ღარიბაშვილისგან ამ თემაზე, რომ შენი აზრი გითხრა. რამდენიმე საკითხი იყო და მე მეც ჩაგეკითხები. კი ბატონო, სანამ ვიტყოდი აი კონკრეტულ საკითხებს, რამდენიმე მნიშვნელოვანი კონკრეტული საკითხია. ჯერ ვიტყვი რაღაცა ზოგადს. იმიტომ რომ ეს ზოგადი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასე ამას ყურადღებას ნაკლებად აქცევი. საერთოდ განათლების სისტემა, რომელიც მოიცავს საშუალო განათლებასაც, მოიცავს უმაღლეს განათლებასაც, სპეციალურ განათლებასაც, მოკლედ ეს საკმაოდ ესეთი სისტემა, თან ეს ყველა რგოლი ერთმანეთთან დაკავშირებულია საკმაოდ და მჭიდრო ურთიერთკავშირი აქვს. ამ სისტემაში რეფორმების გატარება არის ხდება სულ და ყოველთვის და მუდმივად საჭიროებს განახლებას, ადაპტაციას, რაღაც აპგრეიდს, როგორც ახლა იტყვიან ხოლმე ჟარგონით, ანუ სულ ჭირდება რაღაც ცვლილებები, ოღონდ რა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება განათლების სისტემაში და არ შეიძლება ქირურგიული ჩარევა და მკვეთრი ცვლილება. ეს არ შეიძლება არც ერთ შემთხვევაში. იმ შემთხვევაშიც კი თუ სწორ გადაწყვეტილებას იღებ, იმიტომ რომ ჩვენ განათლების სისტემაში საქმე გვაქვს ცოცხალ ადამიანებთან. აღარიან მოსწავლეები, მასწავლებლები, ლექტორები, სტუდენტები და რაღაცა მოყვება ეს ხო განგრძობადი პროცესია თქვა, რაღაცა სწავლობ, შენ მიხვედი დაიწყეს სწავლა რაღაც პირობით. აი ამ პროცესში რომ შეგიცვლი ამ პირობას უცებ ჩვენი ერთ დღეს და აღმოჩნდება რომ სულ გეკეთებია ყველაფერი. ეს იწვევს რა თქმა უნდა ძალიან სერიოზულ ყევებს. ეს ყევები რო არ მოყვეს, ამიტომ თელ სოფლიოში, როდესაც განათლების რეფორმა ტარდება. ჯერ ხდება კონცეპტუალურად ძალიან სერიოზული დამუშავება, კამათი, შეჯერება აზრების, მერე როდესაც გადაწყვეტილება მიიღება, მერე ხდება ეგრეთ წოდებული პილოტირებები, ანუ საცდელა პრაქტიკაში გამოცდა ჯერ ერთ ადგილას, აბა რამდენად გაამართლებს. და როდესაც ინერგება მერე კიდევ, მერეც ის არის იმაზე გათვლილი, რომ უნდა მოიტანოს შედეგი არა ხვალვე და ზეგვი, როგორც წესი ამას შედეგი გვაქვს იშვიათად ძალიან არის შემთხვევები, მაგრამ იშვიათად რომ განათლების რეფორმა მოიტანოს შედეგი მაშინვე. წესით უნდა მოიტანოს შედეგი შემდეგ. და ამის კარგი მაგალითია, მაგალითად იგივე უმაღლესი განათლების რეფორმა, რომელიც პრინციპში გატარდა სააკაშვილის დროს ესა. მეც მაშინ ამის მონაწილე ვიყავი. ამ რეფორმას თავის დროზე ჰქონდა თავის ხარვეზები, მინუსები სერიოზული, იყო მუშაობა, კამათი, აქციებიც იყო თავის დროზე.
თუმცა ბოლოს მოხერხდა ისე რომ ეს აქციები რომელიც ტარდებოდა იმ მოთხოვნით რომ შეასრულეთ კანონი. ანუ კანონმდებლობის დონეზე ძალიან დაიხვეწა ეს და საბოლოო ჯამში როდესაც ასე თუ ისე დროთა განმავლობაში გასწორდა ის მინუსები რაც იქ იყო და ის მინუსები ძირითადად იყო არა კანონმდებლობაში. კანონმდებლობა ძალიან შეჯერებული კანონმდებლობა იქნა თავის დროზე გამოშვებული მთლიანად მისადაგებული ევროპულ სისტემაში ინტეგრაციას. ხო. ანუ ეხლა რა იცვლება? მოდი ამას რომ ვიტყვი, მაგასაც ამას ვიტყვი უბრალოდ. ერთადერთი რაც ნაცების დროს იყო ნამდვილად ეს არ შემიძლია არ აღნიშნო იყო უმაღლეს სასწავლებლების კონტროლი უშიშროების მიერ. 2012 წლის შემდეგ ეს კონტროლი მოისპო ნელ-ნელა. აკრა. რაც ერთ-ერთი მიღწევა იყო ჩემი აზრით, სწორედ 2012 შემდეგ უშიშროება აკონტროლებდა რეალურად ვილექტორი მიეღოთ ვინ არა ამას წყვეტდა უშიშროება ადგილზე იქ. 2012 წელი ამას სუსი აღარ წყვეტდა უკვე თქვათ ილიას უნივერსიტეტში ან ნებისმიერ კავკასიის უნივერსიტეტში ან სხვაგან. ასე რომ ამ ხრივ ასე თუ ისე სისტემა მუშაობდა, აეწყო და ასე თუ ისე ძალიან ინტეგრირებული იყო დასავლეთში. ეხლა რა ხდება დღეს? ერთ-ერთი კონკრეტული და მთავარი პუნქტი რაც არის, ეს არის ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი, რაც ბატონმა კობახიძე. ანუ ჯერ თქვა დეკონცენტრაციაა, ანუ თბილისშია ყველაფერი თავმოყრილიო და უნდა გავიდესო. როგორ უნდა გავიდეს ეს არის ანუ საინტერესო. თავისთავად სწორია. ხო, ამას მეც ვეთანხმები, რომ ყველაფერი თბილისში არ უნდა. კონცენტრაცია კარგია, მაგრამ გადაწყვეტა არასწორი მაგის. ეს ასე მექანიკურად აიღე, წაიღე არ ხდება რა. იქცევა უნდა ყურადღებას, იგივე სხვათა შორის პირადად მე ვარ ერთ-ერთი ავტორი იმ კონცეფციისა, შეიძლება ითქვას, რომელიც ჩაიდო 2012 წელს ქუთაისში ყოფილიყო ერთ-ერთი ცენტრი საგანმანათლებლო, იმიტომ რომ ქუთაისი როგორც ქალაქს და როგორც ცენტრალურ ქალაქს საქართველოსი აქვს სერიოზული პრობლემა ამ ფუნქციის ნაკლებობის. და მქონდა ასეთი იდეა და დავის დროზე შევიტანე და პროგრამაში წაისახა მე რომ ეს ქალაქი ამდენად ამის ტრადიცია იგი დიდია კულტურის და განათლების ტრადიციების მთელი ქართული კულტურა მე-19 საუკუნის მაკედან მოდის აქ ქალაქიდან და ვინც კი ქართული კულტურის კლასიკოსები ვიცი ყველას ქუთაისშია დამთავრებული სკოლა იქ ყოფილიყო ეს განვითარებული მაგრამ ეს არ უნდა იყოს იმის გამო რომ სხვაგან დაიჭაგროს თქვა ბათუმი დაიჭაგროს ან ახალციხე ან თქვა თბილისი ეს არასწორია ასეთ შემთხვევაში ვერც ქუთაისში ვერაფერი არ გამოვა და იქაც გაფუჭდება საქმე. კობახიძის რეფორმაში რაცაც გვთავაზობს ესეთი პრინციპი სოფლიოში არ არსებობს. უბრალოდ არ არსებობს სახელმწიფო უნივერსიტეტი იყოს კაფიოდ ასე გამიჯნული ქალაქში პროფილების მიხედვით. ხო, ანუ ერთი ფაკულტეტი, ერთი ქალაქი, ანუ რაღაც თითქოს ერთ ქალაქში უნდა იყოს ძირითადად მარტივად რო აღსტათ მაყურებლისთვის რა თქვათ აი ჩვენ გვაქვს სიტყვაზე ილიას უნივერსიტეტი, ტექნიკური უნივერსიტეტი და თბილისის სახელმწიფო ჯავახიშვილის უნივერსიტეტი. სამივეს აქვს იურიდიული ფაკულტეტი, ანუ სამართლის სკოლა, სამივეს აქვს. აი ამ სამივისგან უნდა დარჩეს მარტო ერთს. და ის ორი საწავიდეს, ესე უნდა მიუერთდეს ერთს ალბათ, ხო? და ვის მიუერთდება? მოდი დავსვათ ასეთ შეკითხვა, როგორც ამაზე პასუხს ამბობს როგორც კობახიძემ თქვა, სადაც ტრადიცია მეტია, იმას უნდა დარჩეს. ანუ საგანმანათლებლო და აკადემიური ტრადიცია და ჩვენთან ახლა ასე აკადემიური და საგანმანათლებლო ტრადიცია ყველაზე მეტი რა თქმა უნდა არის თბილისის ჯავახიშვილის უნივერსიტეტში. თუ დანარჩენი არის ყველა მის მერე გახსნილი და შესაბამისად ტრადიცია ნაკლები აქვს ახლა სხვას. რანაირად იქნება მასზე მეტი, ვერავის ვერ ექნება. ახლა გელათის აკადემიას და იღალთოს აკადემიას თუ არჩევთ რაღაც სიმბოლურად, არა სხვა უნივერსიტეტი უბრალოდ. ამიტომ პრაქტიკულად ეს რა გამოდის, რომ ილიას და ტექნიკურ უნივერსიტეტს უნდა ჩამოართვენ ეს ფაკულტეტები და გადასცემთ ესეულს. ხო, ანუ ზოგადად თბილისში და ქუთაისშიო უნდა იყოსო ყველა მიმართულება. მაგრამ სხვა ქალაქებში როგორც ბათუმი, თელავი, გორი და ასე შემდეგ, იქო კონკრეტული მიმართულებები უნდა იყოსო, განსაკუთრებით პედაგოგიკის და ეხლა მაგალითად მე ბათუმელი ვარ, ბათუმში დავამთავრე სკოლაც, უნივერსიტეტის, ბათუმის უნივერსიტეტში ყველა მიმართულება კომუნისტების დროს პედაგოგიური ინსტიტუტი იყო, მაგრამ მე გამსახურდა უნივერსიტეტის სტატუსი მიანიჭა და ყველა მიმართულება რა გამოდის, ხო, ბათუმის უნივერსიტეტს პედაგოგიური მიმართულებების გარდა სხვებს ჩამოართმევენ. ასევე გორში, ასევე არ ვიცი, სხვა ქალაქებში სადაც არის უნივერსიტეტი. ახალციხეში მე ვიცი, რომ ასევე თავიდანვე მრავალპროფილურად შეიქმნა, არ შეიქმნა როგორც ინსტიტუტი, ასევე თავიდანვე ასე იყო შექმნილი და მაგ მარტივი კითხვა ისმის, კი მაგრამ ვინ კითხავს ხელისუფლებას და პრემიერ-მინისტრს, სად რამდენი ფაკულტეტი იქნება. ამისთვის არსებობს საგანმანათლებლო სისტემაში ხარისხის მართვის სამსახური, რომელიც ადგენს კრიტერიუმებს, ანუ უნდა შეგონდეს, როცა შენ გახსნი რამე ფაკულტეტს, იქ უნდა ყავდეს შესაბამისი პროფესურა,
კვალიფიკაციის პროფესორი, ანუ აკადემიური პერსონალი, ვინც ასწავლის იმ საგნებს, უნდა კონდეს პროგრამები, რომელიც გაივლის აკრედიტაციას ექსპერტებში, ანუ შემოწმდება ეს რამდენად ეს პროგრამის სწავლა შეგძენს იმ ცოდნას, რაც საჭიროა და უნდა კონდეს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, აუდიტორია, კომპიუტერები, რაღაცა. თუ ეს სამივე აქვს, უკაცრავად ვინ კითხავს შენ? რამდენიც უნდა იმდენი ეკრება, თუ აკმაყოფილებს ყველა ამ პირობას, თუ პროგრამაც კარგია, თუ პერსონალიც დამაკმაყოფილებელია და თუ ინფრასტრუქტურაც არის, რატო არ უნდა იყოს ან ბათუმში, ან ახალციხეში, ან გორში, არ ჯობია ხელი შეუწყოთ პირიქით, რაც მეტი იქნება. არა, თან მაგას ამობენ, რომ აქეთ უნდა გავიდეს და გაძლიერდეს ეს, ოღონდ მარტო აგრარული და პედაგოგიური მიმართულებით. მე მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის და კომახიძემ თავის გამოსვლა აქედან ნაკლებად აკლაპარაკი, მაგრამ თავის გამოსვლაში ეს მან არ დამანა. თქვა რომ მაგალითად არის ილიას უნივერსიტეტი და საქართველოს უნივერსიტეტი, ეს ორი ძირითადად, ალბათ შეიძლება ის პენდუკიძის უნივერსიტეტის, თავისუფალი უნივერსიტეტის მიაყოლონ კიდე, რომ ეს არის ნაცების ბუდე. და აქ კონვეიერებით უშვებენ ნაცებს. ეს თავისთავად რა უკაცრავად. სხვადასხვა ძალიან საინტერესო დაემთხვა ამ განათლების რეფორმას, ეხლა გამოვიდა ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი და გამოაცხადა, რომ საქართველოს უნივერსიტეტსო პროკურატურას მიმართავო, რომ ჩამოართვასო შენობა, იმიტომ რომ საქართველოს უნივერსიტეტის შენობა, ანუ ეს არის გიულია ალასანიასთან დაკავშირებით, იმას უხსნი, რა ქვია, მსვენელებს, ალასანიას რომ ეძახიან, სააკაშვილო თავის დედასო უკანონოდ გადასცაო ერთლარათო და ეხა ითხოვენ ჩამორთმევას. ანუ გუშინ გაახსენდა 13 წელი ხელისუფლებაში, ხო მარტივი კითხვა დავსვათ მეგობრებო. მარტივი კითხვა დავსვათ. ეხა სააკაშვილის ცხოვრებაში არ დამიცავს და არც ვაპირებ ეხა თუ არ იმსახურებს დაცვას, რამე, მაგრამ მარტივი კითხვა ხო ჩდება რომ 13 წელი ხელისუფლებაში არის ქართული ოცნება. თუ სააკაშვილმა დედამის მართლა უკანონოდ მისცა ის შენობა 13 წელი რას უყურებდნენ? ეხა რატო გაახსენდა ეს ამბავი? ვიღავი კურირებდი უმაღლეს განათლებას ის ერთი წელი. შემიძლია გითხრათ აბსოლუტური პასუხისგებლობით, რომ იურიდიულად იქ ყველაფერი წესრიგშია. აი სრული პასუხისგებლობა. მე ვიღავი თან 2013 წლამდე. 2000 კაი მე დავუშვათ ნაცი ვარ. როგორც ბატონ კომახიძე მეცახეს ახლა და დავუშვათ რაღაცა, ნუ აკაც უკა თუ რაღაც უბედურება. მაგრამ მე ხო იყვნენ კაცო 13 წელი სვამათი მინისტრები არ იყვნენ. ვერაფერი ვერ იტყვი, იქ სამართლებრივად გამართულია. კი, ახლა შეიძლება რაღაცა პრივილეგია ქონდა ის რომ ის პრეზიდენტის დედა იყო, მაგრამ თუ შენ ვერ უმტკიცებ და სამართლებრივად არის და დავანებოთ თავი ამას 13 წელს რა იყო. დღეს ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე კერძო უნივერსიტეტი საქართველოში. ყველაზე დიდი 8000 სტუდენტი ყავს. ეხლა ამ უნივერსიტეტი ასე გააუქმა, მიაუქმა, ეგრე მარტივად არ გამოვა ეგ ამბავი რა. ცოტა სამართლებრივადაც უხეში დარღვევები და გებეის რექტორის ასე ვთქვათ. ეს მიმართვა, ეს არის აი არ მომერიდება, ამის თქმა უსინდისობა ელემენტარული. პირდაპირ აი უსინდისობა არაკაცური საქციელია, ყველაფერს თავიდანვე აი გამოხდა მომენტი იშო, აი მომეცით ახლა ეს აი დაახვდა და არა, დაიჯერო, დაავალეს და თქვა. თვითონ გამოხდა არა ის კიდე. არა, დაავალეს, უთხრეს რომ ეხლა ეს უნდა გააკეთო, მიმართა პროკურატურას. წავიდა მიმართა. თვითონ დავინახოთ პროკურატურას გააკეთეს, მაგრამ თუნდაც დავალებული იყოს, თუნდაც კი არა, თუნდაც დავალებული იქნება. ის ალბათობით ეგრეც არის. მაინც ნაძერული საქციელი. რა თქმა უნდა, მაინც კი ეგ არის ნაძერული საქციელი. რო დაგიბარებენ სუსში და გეტყვიან რომ შენ ახლა სხვა უნივერსიტეტს უნდა უჩივლო. 13 წელია რო არ გაგხსენებია, ეხლა უნდა უჩივლო და. ამიტომ რომ ეხლა დადგა დრო. რა შედეგს გამოიღებს ეს? რატო ილიას წინააღმდეგ? იმიტომ რომ სახელმწიფო უნივერსიტეტი სხვა არის. ილია უნი ადრე რა პროფილის იყო? ილია უნი ადრე იყო პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი. ისიც ხო დაუტოვებენ მაგას. შემდეგ არა. შემდეგ იყო ასე. შემდეგ ეს იყო სულხან საბას სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი. შემდეგ უკვე ნაცების დროს მოხდა ამ უნივერსიტეტის შეერთება, ასე ვთქვათ, ფიზკულტურის ინსტიტუტის და კიდე უცხოენათა სახელმწიფო ინსტიტუტი, ასეთი უმაღლესასწავლებელიც იყო. უცხოენათა სახელმწიფო ინსტიტუტი. უცხოენებს რო ეძახდნენ, ეს იყო იქ ვაკის პარკთან, იქ არის ხა ილიას კორპუსი და ამათ ყველას ერთად ეწოდა ილიას საერთაშორისო უნივერსიტეტი. ну როგორც კომახიძემ გამოაცხადა ეს გაკეთდა ერთი ადამიანისთვის მე ვიცი ეს ერთი ადამიანი ვისაც იგულისხმება რომელსაც უნდა თსეუს რექტორობა და ბოლოს მიცეს ეს უნივერსიტეტი ვიზე თქვა ну გიგი თევზაძე იგულისხმებოდა დიდი ალბათობით კი არა დარწმუნებული ვარ ალბათ იმიტომ რომ ის იყო პირველი რექტორი ამ უნივერსიტეტის ეხლა აღარ არის კაი კარგახანია თან გიგი თევზაძე აღარ არის ამ უნივერსიტეტში საერთოდ მაგრამ ასე თუ ისეა იმის მერე კიდე ორი რექტორია იმის მერე იყო ზედანია ეხლა არის ხო და აი ამ პროგრამაში ასე ჩანს რომ თუ თლად არ გააუქმებენ ილიაუმს დაუტოვებენ იმ ძვე მარტო იმიტომ რომ
ილიამმა ეხლა წავიკითხე რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური მიმართულების ფაკულტეტი დაამართა, კომპიუტერული მეცნიერებები, ასე შემდეგ. დღეს ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტი საქართველოში, სახელმწიფო უნივერსიტეტი, კარგი დიდი ინფრასტრუქტურით, უამრავი სტუდენტით, რომელიც თავის საქმიანობის საქმეს აკეთებს. ის რომ ეხლა ესე რასაც იცახია რომ ნაცების ბუდია და მე მახსოვს ეს რაღაც ძალიან სასაცილო ის მოვისმინე უცნობს რა გადაცემა იქ ნავშიროზის და რაღაცას რომ ინტერვიუებს რო არტოს ხო რაღაც კიდობაში თუ რაღაც ასეთი გადაცემა რო იქ ყვებოდა რომ კაცო ეს ჩემი ახლობელი იყო პატარა გოგო იყო რომელიც აი ჩვენთან ერთად ნაცების დროსო სულ მიტინგზე იდგაო ჩვენ ოჯახშიც დადიოდაო და მოკლედ ძალიან მშვილივით მიყვარდაო ეს ბავშვიო რაღაცა ისეთი კულანთებული ბავშვი იყო და მე ილიაში ისწავლა გადაუბრუნდა ტვინი და ახლა აქ დგას რუსთაველზე. ესე იგი თავის დროზე რომ ნაცებს ვიცი რომელ ბავშვს არის ლაპარაკი თავის დროზე მართლა კრიტიკის ნაცებს მართლა აპროტესტებდა და ახლა აპროტესტებს ამ ხელისუფლებას. მაგრამ დააბრალა ეს ილიას უნივერსიტეტს რომ იმად გადაუბრუნეს ტვინი თურმე. რომ იქ თურმე რაღაცა გამოვიდა. ხო, აბა ეხა ქართული ოცნება თუნდაც ხო არ მოიქცეოდა გას. ხო, მაგრამ ხმდელიუს რაშია რომ არა ეს ლეგენდა რომ უნივერსიტეტები არის ნაცების ძალიან გავრცელებულია ამ კოდსთა წრეში. ну ეხა იქ ალასანიას უნივერსიტეტი რადგან სააკაშვილის დედას უკავშირდება თავისუფალი უნივერსიტეტი რადგან ბენდუქიძეს უკავშირდება და ეს ილიაუნი კიდე ამ გიგითევზას და იმას გარდა საქართველოში არის უამრავი სახელმწიფო უნივერსიტეტი ხო რა თქმა უნდა ну მოკლედ ეს ხო კიდე არ დაგვაუწყდეს კობახიძემ თქვა რომ თბილისშიო ბევრი სახელმწიფოს ისა კორპუსი უნდა გავყიდოთო უნივერსიტეტისო თბილისში არის ანუ პირველ კორპუსს თესეულს და მეორე კორპუსს არ შევეხებითო მაგრამ დანარჩენები გავყიდოთ თუდასო ყველა არაო მაგრამ რაღაცები ხონდა მსგავსი იდეები გაყიდვის ხო და ბენდუქიძეს დამსგავსებია ეს ხო და გავყიდოთ ხოდაშორის აქ არის არა მარტო ილიას უნივერსიტეტი სახელმწიფო აქ არის ტექნიკური უნივერსიტეტი სოხუმის უნივერსიტეტიც თბილისშია დღეს განთავსებული მაგრამ უნდა უყურე ხომ სოხუმის და წართმევენ ამ ფაკულტეტებს და აქ დასაქმებული ხალხია სახელმწიფო უნივერსიტეტებში არანაკლებია ხელისუფლების მომხრე მე ვიტყოდი უფრო მეტიც კი რაც მე ვიცი ვიდრე ხელისუფლების ყველას მათ ემუქრებათ შემცირება ანუ ეს ისეთი კი ბატონო ჩვენ გვაქვს ახლა რეკლამა გარდა ერთი წუთი ვიტყვი აჭრის სისტემას უაჭრის და აამტუტებს ყველაფერს და პლუს ეს დაარტყამს ძალიან ბევრს ამ ხელისუფლების მომხრეებსაც. კი ბატონო, ჩვენ გვაქვს რეკლამაზე ვიდრე გავალთ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ გენერალური პროკურორის განცხადებით ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ილუაშვილის, ოთარ ფარცხალადისა და მათთან დაკავშირებული 8 პირის საცხოვრებელი ბინების სახლებისა და პირადი ჩხრეკები ჩატარდა. ველოდებით რა გაგზელება მოყვება ამას რეკლამის შემდეგ ლევან ღამბაშიძე შემოგვიერთდება. მაშასე ჩვენ დავბრუნდით ეთერში და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ბოლო ინფორმაციას გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულს გენერალურმა პროკურორმა გამართა ერთი ნახევარი საათის წინ ბრიფინგი და თქვა ერთობლივი ღონისძიებების ფარგლებში განხორციელდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის გრიგოლ ილუაშვილის ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული სულ 8 პირის საცხოვრებელი ბინების სახლების და პირადი ჩხრეკებიო ანუ პირადადაც კი გაჩხრიკეს ყოფილი პრემიერ-მინისტრი არ ვიცით ჯერჯერობით დაკავებულები არიან თუ არა ამაზე ინფორმაცია არ გვაქვს მედიამ დაურეკა ღარიბაშვილის სიმამრს ბატონ თამაზაშვილს რომელმაც თქვა რომ ურეკავ და ვერ ვუკავშირდები ჩემს სიძესო ირაკლი ღარიბაშვილსო ლევან ღამბაშიძე არის ჩვენი სტუმარი თავისუფლების მოედნის წევრი არა ჯერჯერობით დამოუკიდებელი კი ბატონო ხო არ ვიცი ესე დამიწერეს რატომღაც წარგადგენ მაშინ როგორც ფილოსოფო კი ბატონო კი ბატონო ასე წარგადგენ მოკლედ თითქოს ეხა განათლების რეფორმაზე მინდა თქვენთან რომ ვისაუბროთ ჩვენ ვისაუბრეთ პირველ ნაწილში რაც დაანონსა კი ლევანი მასწავლებელია თვითონ პრაქტიკოსია ხო კი ბატონო მაგრამ მანამდე ერთი-ორი სიტყვა შეიძლება გითხრა ამ ამბავზე რაც ხდება ეხა ანუ აი საკუთარ ყოფილ წევრებს ასე რომ დაერია ბიძინა ივანიშვილი რას უნდა ნიშნავდეს ეგ უცნაური არის ზოგადად საჭიროებიდან გამომდინარე რა ვიცით რომ ესენი არ მართავენ არაფერით გარდა რაღაცა ხო პროპაგანდისა რა სინამდვილეში ყველა აქტი რაც გაუკეთებიათ ვისაც იჭერენ როგორც იჭერენ ჭირდებათ რომ მე ეს რაღაცნაირად ჩასვან პროპაგანდაში რა და მაგალითად ოპოზიციურ მხარეს ყველა დიდი ხანია კორუფციას და სხვადასხვა პრობლემებზე საუბრობთ მაგრამ მოთხოვნა იმაზე რომ მანდამაინც ვინმე დაიჭირონ არც ჩვენ თქვა ოპოზიციურ მხარეს არის და არც თავის გუნდში არ ყოფილა არასდროს ხო ყოველ შემთხვევაში ვიცით რომ ზუსტად ის ადამიანები რომლებიც დავასახელეთ ძალიან დიდი თანადგომით სარგებლობენ ქართული ოცნების ორგანული ამორჩევრის მხრიდან ხო იმიტომ რომ ჩვენ პირველივე ჯერზე როცა მათი გვარები გაჟღერდა ძალიან ბევრმა პროპაგანდისტმა ან პროპაგანდასთან
პროპაგანდისტთან გათანაბრებულმა ადამიანმა გულშემატკივარმა დაწერა, რომ ჩვენ ეს ძალიან გვწყინს ამგვარების გაგება, ხო? ამიტომ ზიანის ამბავი უფრო მეტი აქვს, იმიტომ ერთი მხრივ აღიარებს იმას, რომ კორუფცია არსებობდა, მაგალითად, რაც ოპოზიციის ნარატივს ემთხვევა და მეორე მხრივ საკუთარ ამორჩეველში უცნაურ განცდას აჩენს, რომ საერთოდ რა ხდება, იმიტომ რომ არავის მაგ ხალხის დაჭერა არ დაუკვეთია, არ ნდომებია და რაღაცნაირად ძალიან ისე რაღაცა სოციალურ თეორიაში ამ თქვათ ტოტალიტარიზმის ისტორიას თუ გადავხედავთ, ძალიან გავს უშუალო პარტიულ დაპირისპირებას ძალაუფლების რა. ანუ ეხა ვინც არის ძალაუფლებაში, ანუ ჩაიგდო ხელში, რამდენიმე გვარია ხო, კობახიძე, მდინარაძე სიტყვაზე, პაპუაშვილი, ისინი ცდილობენ აბსოლუტურად მოიწმინდონ კონკურენტები მოიცილონ, ხო, და ამას აკეთებდა ყველა, ამიტომ გასაკვირი არ არის ამ თვალსაზრისით და ერთ-ერთი გარდა იმისა, რომ ებრძვი გარეთ არსებულ ხალხს, შიდა მტერიც ყოველთვის კარგი არის ხოლმე დასაპირისპირებლად, ხო, და საკუთარი თავის წინ წამოსეწევად უშუალოდ პარტიაში, ხო, ეს იდეა მაგალითად, რაც გაუკეთა ხრუშოვმა სტალინს მაგალითად, ეხლა რა ხრუშოვი თვითონ სტალინი როგორ წმენდა, ხო? ხო, აბსოლუტურად. ვიღაცის ხელით ვიღაცებს დახვეწდა, მერე იმას ხო, ეს ხუსი ხელით და ესე ბერია იყოლები. და ასე შემდეგ. ბოლოს ბერია შემორჩა ასე. შემორჩა, მაგრამ ბერია სხვა გადათამაშებას გაყარა და აქვს თავისი როლი აქვს ამ ტიპის მას დაპირისპირებას. ჩვენთვის უბრალოდ ის არის კარგი როგორ შეიძლება იყოს ადამიანს უთანაგზნობ ადამიანურად, მაგრამ არის ის რომ თვითონ ის მტკიცებულების სახით, რასაც თქვა დიდი ხანია ვამბობდით, რომ ჩვენ შეგინთ არის რაღაცა პრობლემები, უშუალოდ პარტიული, ეს უკვე სახეზე არის და რახან ამის გარეთ გამოტანა მოხდა, ნიშნავს რომ სისტემა ჯერჯერობით კიდევ ცდილობს საკუთარი თავის გამყარებას, თუნდაც აი ამ ამგვარი ტიპის რეპრესიებით უშუალოდ თავის ყოფილი წევრების მიმართ, ხო? ამიტომ კი ბატონო, ხო ნახოთ რა გაგრძელება მოუყვება, დაიჭერენ თუ არა ღარიბაშვილს და ლილვაშვილს, შეგახსენეთ მათ სახში ჭრეკა ჩაატარა პროკურატურამ. გადავიდეთ განათლების რეფორმაზე, ჩვენ ნაწილობრივ ვისაუბრეთ, დათო ისაუბრა თავისი აზრი გამოთქვა, შენ რა მე ძირითადად ველაპარაკებ უნივერსიტეტებში, ხო. და ამ უნივერსიტეტების ამბავზე. შენთვის რა აღმოჩნდა მნიშვნელოვანი ამ კონცეფციაში? რამდენიმე რამ არის, ხო, საიდან შეგვიძლია შევხედოთ. უშუალოდ პირველი რაც არის რომ ეს პირველი განათლების რეფორმა არ არის. ნუ ზოგადად ჯობია რაც უფრო მალე დაუძახებთ განათლების რეპრესიას, ვიდრე რეფორმას, უკეთესი არის აფრის საერთო რეფორმასთან არა აქვს. აი რატო არის რეპრესია? ხო, იმიტომ რომ ისევ რა სიმონ ჯანაშიას ქონდა ძალიან კარგი ბლოგი და ამასთან დაკავშირებით მიზნების მიხედვით უნდა ვიმსჯელოთ რა ჩვენ არავის არ უთქავს დიდი ხნის განმავლობაში რომ სწავლას აქვს პრობლემა ქართული ოცნების მხრიდან ეგეთი რამე არ გვინახავს რომ აი სამწუხაროდ განათლების ხარისხი დავალი ყველა კვლევა რაც ყოველთვის გამოდიოდა ხოლმე რაღაც ბავშვებს წერა კითხვა უჭირს სკოლებში და ასე შემდეგ პასუხი იყო რომ ეს არის კვლევის ბრალი ეს არის ჩამტარებელი NGO-ების ბრალი და ასე შემდეგ ამიტომ არასდროს ამ წლების განმავლობაში არავის არ უთქავს რომ ამას უნდა მივხედოთ რაც როგორც გამოვიდნენ ხოლმე იყო ყოველთვის აქციების შემდეგ როდესაც კობახიძე ამ შემთხვევაში გამწვავებულ ვითარებაში გამოდიოდა და ამბობდა რომ აი ესეთი პროფესორები არ უნდა იყვნენ რომლებიც ესე საუბრობენ აი ესეთი სტუდენტები არაფერში არ გჭირდება და ესეთი რექტორები არაფერში არ გჭირდება ამიტომ წინასწარ როდესაც ვიცით რა პრობლემები დაასახელა მთავრობამ პარტიამ ხო როგორც პრობლემას უნივერსიტეტის სივრცეში შემდეგ როცა ამას მე რეფორმა მოყვება ცალსახად ცხადი არის რას უნდა იმსახურებოდეს რეფორმა ტელევიზიაში შეხოთაშორის აი რეფორმის ეს კონცეფცია რომ დაანონსეს შემდეგ იმედზე კომენტირებისას პირდაპირ იქაც ლაპარაკი კი ანუ მან ჩანს რა სინამდვილეში ძირითადი მიზანი რა აქვს ამ რეფორმას ხო ამიტომ რეპრესია არის მე ერთი რაც მაფიქრებს არის რომ პირველი რეფორმა არ არის ჩვენ გვაქვს იყალთოში ერთი რეფორმა მოსმენილი ანუ აი ბახტაძის პრემიერობის დროს იყალთოდან რომ აი ამ წერტილიდან კრიდებით რომ ბოლომდე გავიტანტო იყო წიწამულში ჩატარებული რეფორმა ბატიაშვილი იყო ბატიაშვილი ხო მინისტრი მაშინ და აქ უკვე ილია ჭავჭავაძის სულიდან დაგვიანონსეს ეს უსულო რეფორმა არის იმთავით ანუ არანაირი სიმბოლური დატვირთვა არ ქონია მაგრამ განწყობა იგივე ჩემთვის შესაბამისად იმდენად რთული საკითხი თქვენ ბრძანეთ ახლა საუბრის დროს რომ მართლა რთული კომპლექსური არის განათლების სისტემა რა ამიტომაც ესე შეხება ძალიან რთული იქნება და თან შეხება ამდენი მხრიდან ხო შეიძლება თქვა რომ მაგალითად მისახედი გვაქვს უკანასკნელი და მომდევნო 4 წელიწადში პროფესორების საკითხს მივხედავთ სიტყვაზე აი ხელფასების საკითხს რა და 4 წელი ამაზე უნდა იმუშაო და ამათ მე ერთდროულად პროფესორების საკითხი 11 წელი და ასე შემდეგ ერთ მაგალითს გეტყვით მაგალითად მე-11 კლასის ისტორიის სახელმწიფო ვერ დაწერეს რა, რამდენი წლის განმავლობაში ვერ დაწერეს, იმიტომ რომ არის საკითხები, რომელზეც ვიღაცები არ დათანხმდნენ, შეგინთ შინაარსობრივად რა უნდა იყოს, ხო? იყო ადამიანი, რომელსაც რო გაიგო, რომ კომისიის წევრი ამ სახელმწიფოს იყო პარტია ქართული ოცნების წევრი, უარი განაცხადა ისტორიკოსმა და არ მიიღო მონაწილეობა ამაში. ანუ ისტორიკოს ვერ პოულობენ, რომელიც მოუწერს იმაში უმაღლეს სასწავლებლის კი რა ქვია, სახელმწიფოში, რომ მაგალითად საქართველოს დაიწყო ომი. აი ეგეთი საკითხი, თანამედროვე ისტორიას ვერ წერენ რა და ეხლა წარმოიდგინეთ თქვენ უცებ აი იგივე ხალხმა გითხრა რომ
ყველა სახელმძღვანელოს შეცვლიან და გარდაქმნიან მე-11 კლასის მას მოაწყობენ რა. ანუ ეხა არსებული სახელმძღვანელო მე-12 კლასს საერთოდ აუქმებენ. მე-12 როგორც გაუქმებდა, ყველა სახელმძღვანელო უნდა გადაეწყოს ახლებურზე. ანუ ეს მე-12 კლასის მასალა უნდა ჩავიდეს მე-11 კლასის მასალამდე, ხო? ამიტომ მაგის გამკეთებელი ადამიანი, ანუ თუ გააკეთებენ ჩემი აზრით, დაჭირდება რა 15 წელი მართლა, იმიტომ რომ ყველა საგანში სახელმწიფოს დაწერა მე ამის აკრედიტაცია ვიღაცა კომისიის შექმნა და ასე შემდეგ, იქნება ურთულესი პროცესი. და ამიტომ ვფიქრობ, რომ უფრო მეტი რაღაცა დაგვისახელეს და მე ვფიქრობ, რომ მხოლოდ კომპონენტს გააკეთებენ და ეს იქნება გაწმენდა უნივერსიტეტების რა, ამ თელ. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ 12 კლასის გაუქმებას აი ნახავთ რა, იმიტომ რომ მაგალითად, ხო, ყველა ის არგუმენტაცია, რაც რეფორმას წესით უნდა ახდეს, თან ზოგადად ესეთ დიდ რეფორმას პირველი რაც ჭირდება არის საზოგადოებრივი მხარდაჭერა, ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა არის. ანუ როცა 2004-5 წლის რეფორმებს ასახელებენ, მაშინ საზოგადოებრივი დაკვეთა იყო, რომ აი ამ ტიპის უნივერსიტეტს ჩვენ ვეღარ ავიტანთ რა, ამ ტიპის კორუფციას გჭირდება სხვა ნაბიჯები. აი თუნდაც ეგეთი ძლავრი მხარდაჭერის დროს იქნა დაშვებული ისეთი შეცდომები, რომლებიც მე გამოსწორებადი ან ნაკლებად გამოსწორებადი შეიძლება იყოს. ან ფორმაც კი იყო ძალიან უხეში, ხო? ანუ ფორმალურად დაიწუნა საზოგადოება, ანუ რეფორმა იყო, მაგრამ აი გამოყრა, ჩარეცხილების ზახილი და ასე შემდეგ აღიქვა როგორც პრობლემური, ხო? მაგრამ ასეთ რეფორმას რო აკეთებ, გჭირდება, აი ეგეთი თანადგომა მაინც გჭირდება და დღეს საქართველოს ეგ თანადგომა არ აქვს, ხო? ეს ვიცით. ან თავისვე გაყალბებული არჩევნებით რაღაც 20%-იანი პარტია არის სინამდვილეში ეს უხეშად რომ შევაფასოთ, კაი 30 და შესაბამისად საზოგადოების მხარდაჭერა არ ექნება. პლუს საზოგადოებისთვის ახსნილი არ აქვს რა მიზეზების გამოაკეთებენ იმას, რაც აკეთებენ. მაგალითად, ერთ-ერთი არგუმენტი მე-12 კლასის გაუქმების, რაზეც ძალიან ბევრმა დაწერა მათმა ტროლმა და არატროლმა, არის ის, რომ მე-12 კლასში ბავშვები არაფერს არ აკეთებენ. ეს ყველა მიცის. ეს რა არგუმენტია? ეს ყველა მიცის, მაგრამ მიზეზი ხო იმის არის, რომ ეს ბავშვები მე-12 კლასში როგორც გადადიან, უახლოვდებიან გამოცდას და გამოცდისთვის იწყებენ მომზადებას. როგორც კი ეს ბავშვები, იგივე ბავშვები მე-11 კლასში დაიწყებენ გამოცდების მომზადებას, იგივე არ მოხდება მე-11 კლასში. ანუ შენ როცა ამბობ, რომ მე-12 კლასის პრობლემა უნივერსიტეტი კი არ არის, არის სკოლა. თუ სკოლას იგივე სტოვებ, რა მნიშვნელობა აქვს მე-12 კლასს დატოვებ თუ არ დატოვებ? ანუ სრული აბსურდი არის, რომ მოდი, რახან მე-12 კლასში არ დადიან, გავაუქმოთ მე-12 კლასი და ყველაფერი გაგრძელდება ისე, როგორც ეხა გრძელდებოდა მე-11 კლასამდე. ოღონდ თქვა რა 11 კლასში ჩვეულებრივად ჩაეტევა ყველაფერი და რა საჭიროა. მასალა ეს არის კი. ხო, რა საჭიროა და აი რამიზანი შეეტევა თუ ძალიან რამიზანი აქვს თქვენი აზრით ან მე-12 კლასის გაუქმებას მithuetes და რა პრობლემა შეიძლება შექმნას, ხო? იმიტომ ის საუბარი იყო, რომ ბოლონიის პროცესის ნაწილი არის, რომ ახსნათ ასე. ცენტრალური არის ეგ სინამდვილეში მე ვფიქრობ, რომ აი პოლიტიკური მოტივების თვალსაზრისით არ ვიცი, შეიძლება იმზადებიან ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმებისთვის, იმიტომ რომ ერთ-ერთი თქვა რაც უმარტივებს საქართველოს მოქალაქეს, ხო, მშობელსაც და ბავშვსაც, ბავშვსა და მშობელთან ამ თანმიმდევრობით, რომ ბავშვმა სკოლა დაამთავრა, წავიდა, ვიზაზე მაინც ესე ძალიან არნერულად შეუძლია ჩავიდეს ადგილზე გააკეთოს მერე, ისაც ჩვენთვის უბრალოდ წარმოუდგენელი იყო და იქნება თუ ვიზა ლიბერალიზაცია შეწყდა. ამასთან ესენი ხო ბავშვები არიან, კაი 18 წლის, მაგრამ სკოლა გუშინ დაამთავრეს და ეს ადამიანი რომ მიდის მშობელს სჭირდება რა მით უმეტეს ევროპა თუ რახან ახლოს არის, რომ ჩააკითხოს მაგალითად რა სამ თვეში ერთხელაც კი იმ იაფი ფრენების წყალობით რომ უბრალოდ კონტაქტი არ დაკარგოს ამ ახალ გაშვებულ დამოუკიდებელ ადამიანთან, ხო? ვიზა ლიბერალიზაცია თუ შეჩერდა გარდა იმისა, რომ უბრალოდ ტექნიკურად შეუძლებელი იქნება, ხა ეგეც დიდი ტყუილი არის, რომ მე-12 კლასში წავიდენო, ვისაც უნდაო და ერთი წელი იქ გაატარონ, სკოლაში იქ მოხვედრა ბევრად იქ დაამთავროსო მე-12 კლასი. ბევრად უფრო რთული საკითხი არის სკოლაში მოხვედრა, ამასთან ეს არის არასრულწლოვანი, ჯერ კიდევ, ანუ სტუდენტს რო უშვებ ის უკვე სრულწლოვანი 18-ის არის, ამიტომ რაღაც უფლებები გააჩნია და შეუძლია საკუთარ თავზე პასუხისმგებლობები აიღოს და ბევრი რამ თვითონაც გააკეთოს რა, რაც თავის თქვა რა ვიცი, ჯანმრთელობას ეხება, დაზღვევას ეხება და სხვა. არასრულწლოვანს რო უშვებ, მას სხვა მოვლა ჭირდება, ხო? ისევ და ისევ და ამიტომ ეს ნიშნავს რომ ოჯახი უნდა გადაცხოვდეს სინამდვილეში, იმიტომ რომ იქ არ არის არსებობს ბორდინგ სკულები ეგრეთ წოდებული, მაგრამ იქ არის ძალიან ძვირი. ეს ნიშნავს აი პანსიონატები რო იყო, რომ იქ უშვებ ბავშვი, იქ ცხოვრობს, ჭამს, ყველაფერი იქ ხდება და მაგრამ ეს არის უშუალოდ მართლა ძვირადღირებული სერვისი არის და ვისაც აქვს ფული, მხოლოდ იმას შეიძლება ეს რამე გააკეთოს და ჩვენი განათლების სისტემა ეხა ბოლონის პროცესის გამო, ხო, და ამ ჩართულობის გამო, რაც მობილობა ქვია და პრემიერმა ამასაც პროპაგანდისტულად უწოდა მიგრაცია და ეს ძალიან აი მან ჩანს რომ იტყუებიან, ხო, იმიტომ რომ მან რამდენჯერმე მობილობას, რაც ნიშნავს უბრალოდ შესაძლებლობას რომ იმოგზაურო და მიიღო, თქვა ის სერვისები, რაც ევროპაში შეგიძლია მიიღო, მხოლოდ წახვიდე სასწავლებლად თუ წახვიდე სასწავლებლად, რატომ უნდა მიდიოდნენ და ჩვენ მიზანია იყოს რომ საქართველოში ისწავლოთ. თვითონ ყველამ გერმანიაში ისწავლა. ხო და აი მაგიტო აი არგუმენტაცია, აი დიდი მყარი არგუმენტაცია. ეს რო იყოს მაგალითად ადამიანი, რომელიც გამოვიდა საქართველოს წიაღიდან და რა ვიცი, რაღაცა რევოლუცია ჩაატარა და თალიბანი დაკეტა ევროპა და თქვა მე არ ვიყავი ევროპაში, მაგრამ
ნახეთ რა კაი ქართველი ვართ რაღაცა და გააკეთა ეს გასაგები ვიღაც იტყვის რომ ნუ აი თავის მოდელს გვთავაზობს რა და ადამიანები რა ვიცი იმით ამაყობენ რომ იმის დოქტორანტი გახსოვთ წარდგენები რო აქვთ ხოლმე სულ მაგას ეძახიან რომ ამის დოქტორანტი იმის დოქტორანტი და უცებ ამბობენ რომ არა საქართველოს შეგიძლია ესეთი განათლება მიიღო ეს ნიშნავს რომ ან იტყუება ან ერთს ან მეორეს არა შეგიძლია კი ბატონო შემოთავაზო უკეთეს სერვისში და მიავირჩევ რატომ მიხერგავ გზებს ხო ეს აუხსნათ ჩვენს რადიო მსმენელებს და ტელემაყურებლებსაც რომ მე-12 კლასის გაუქმება ნიშნავს რომ შენ უკვე ქართული ატესტატით საზღვარგარეთ ვეღარ დღეს ან მას მე-12 კლასის სწორედ ამიტომაც დაავმატეთ თავის დროზე რომ ამით ხდებოდი ბოლონის პროცესის ნაწილი და შენი ატესტატი თუ უკვე საქართველოში სკოლას რო დაამთავრებდი არა საჯარო სკოლასაც რო დაამთავრებდი კერძოზე არ არის აქ ლაპარაკი შენ შეგეძლო მსოფლიოს ევროპის რომელ უნივერსიტეტშიც გინდა ჩაგებარებინა თუ ამის საშუალება ქონდა ცოდნა ქონდა და ასე შემდეგ და დღეს 11 კლასის ატესტატით იქ არავინ აღარ მიგიღებს. და ყობახიძე ამბობს რომ ნუ სწავლენო კაცო აქ ისწავლო. აქ ისწავლო. რატო უხერგავ გზას ვისაც უნდა წავიდეს ვისაც უნდა აქ ისწავლოს. შენ შესთავაზია უკეთესი და ისწავლის. მე შეარბილა ცოტა და თქვა რომ ჯერ თქვა რომ იქი დაამთავრონო მაშინ მე-12 კლასიო და მე თქვა რომ აქაც შეიძლება შექმნათო სპეციალური სკოლებიო სადაც იქნება მე-12 კლასიო. ანუ იქ გადავლენ ისინი შესაძლოა გადავლენ. სხვაგან სინამდვილეში იქ ნიშნავს რომ უბრალოდ სირბილში იგონებენ რა რაღაცებს რა. იმიტომ რომ როცა უცებ ინტერვიუს დროს ამბობ რომ მოდი ეხლა მივხვდი რომ ისაა და მოდი აი მე-12 შეიძლება შევექმნა რამდენჯერმე ახსენა სიტყვა შეიძლება 9 თვე კონცეფციაზე მუშაობენ და შეიძლებებით არის რა მაგალითად შეიძლება ზოგიერთ უნივერსიტეტს რაღაცა დაუშვათ ანუ როდესაც თქვენ ერთი ფაკულტეტი ერთი უნივერსიტეტი მაშინ თქვენ რომ შესაძლოა ზოგიერთ მიცეთ უფლება რომ კონდეს კიდე სხვა ფაკულტეტი გამონაკლისის სახით და ასე შემდეგ ამიტომ მართლა ის იყო რა უბრალოდ ნარატივი იყო სინამდვილეში და არაფერი საერთო რეალურ არც კვლევასთან არც არაფერთან არ ქონია რა ანუ საფუძველი არ აქვს მაგიტომ მე ეჭვება რომ ანუ დააკვირდით ხო ანუ პირობითად დაჭერები და ეს ამბავი ეხა ვიზა ლიბერალიზაცია და ეს ამბავი ჩვენს დისკურსში პოლიტიკურში უცებ შემოვიდა ყველა განათლებაზე ლაპარაკობს აი ამ 2 დღის თუ 1 დღის განმავლობაში უკვე ხო ცოტა ხანი კიდე გაგრძელდება იმიტომ რომ როგორც კი შეეხებიან უნივერსიტეტს იქ პროფესორა აუცილებლად თავის სათქმელს იტყვის იქ რაღაც სტუდენტიც იტყვის რომ რა ვიცი პირობითად ვამბ აი მოდი ეს რაღაცა თქვა როდესაც პარლამენტი გადაიტანეს ქუთაისში 150-მა კაცმა და პარლამენტის სტაფმა ვერ იგუა რომ მოუწევდათ ქუთაისში ცხოვრება. ანუ ბევრი სხვადასხვა მოტივი შეიძლება ქონოდა, მაგრამ ერთ-ერთი ხო ესეც იყო, რომ შორს არის, რა ცენტრალურ დედაქალაქში უნდა იყოს და შორსიარული პრობლემური არის. იმიტომ რომ ბევრი რაღაც აქ გვარდება თბილისში და იქ მოწყვეტილი ხარ, ხო? უცებ პრემიერი ამბობს, რომ საქართველოს მოსახლეობას, რომლის დინამიკაც არის რეგიონიდან ცენტრში და ამ შემთხვევაში ცენტრი თბილისი არის. იმათ შეიძლება არ იყოს ცუდი იდეა, რომ შენ ცენტრი თბილისი განტვირთოს. არა, იქ ნახეთ ეს არ ხდება. შეხედეთ, აქ ჩვენ იმაზე ხარ საუბრობთ, თავარია აშენო კამპუსი, მაგაზე არ საუბრობთ. რა საუბრობთ სრულყოფილ ცხოვრებაზე. სრულყოფილი ცხოვრება რომ დღეს რეგიონში იყოს შესაძლებელი. საქართველოს ამ მოსახლეობის ნახევარი თბილისში ხარ იცხოვრება. და როცა შენ ხელოვნურად ამ ხალხს ეუბნები რომ წადით იქ ეგ იგივეა რომ თქვა რომ აი ჩვენ გადავწყვიტეთ რომ სოფლები რახან იცლება, ჩვენ რაღაც 100 კაცი გადავასახლოთ სოფელში და იქ იცხოვრებს. იმიტომ რომ ჯობია რომ სოფელში დარჩი. ხო, ანუ პროფესორა უნდა გადასახლდეს თბილისში. პროფესორა, მოსწავლეები, მშობლები და ასე შემდეგ, ვისაც აქ არის რა, ანუ თბილისში ხდება და თან ისე გაითვალისწინეთ და სტუდენტური ცხოვრება მხოლოდ სწავლა არ არის რა. აქ არის მუზეუმები, აქ არის საგანმანათლებლო ცენტრები, აქ არის არ ვიცი, საელჩოები აქ არის, ანუ პოლიტიკის, თქვა პოლიტიკაზე სწავლობ და პარლამენტში ექსკურსიაზე უნდა ირო იქიდან, ხო? ანუ თქვა ინტერვიუზე ჟურნალისტიკი ხარ და თუ რამე გინდა რომ ინტერვიუ პრაქტიკული ჩაწერო, ყველაფერი თბილისში ხდება. ისე მე ამბობ რომ ეს კარგი, ეს არის მოცემულობა, უბრალოდ ამ მოცემულობის წინააღმდეგ, როდესაც რაღაცა რეფორმას ანონსებ, ხო? რაღაცა გათვლა არ აქვს სინამდვილეში და მით უმეტეს ცოტა ქართველები კაპრიზული ხალხი ვართ რა. ანუ როდესაც ეუბნები რომ აი ვაკიდან ეხა შენ უნდა ადგე და იმიტომ რომ ჩვენ ესე გადავწყვიტეთ უნდა წახვიდე რუსთავში მაგალითად რუსთავის გზატკეცილზე იქ უნდა იარო ანუ გათვლილი გაქვს მაგალითად რამდენი ადამიანი საიდან დადის ანუ პირობითად გდანსკში მცხოვრები ადამიანისთვის ეს დროს ფულს და სახსრებს ზრდის თუ ამცირებს რა ადამიანისთვის რომელსაც შეუძლია სახში გადაირბინოს სადაც არის ხო თავისია თუ ნაქირავები იკვებოს და უკან დაბრუნდეს იმიტომ რომ ამის შესაძლებლობა რომ ყოველდღე რესტორანში ჭამოს არ აქვს იმას თავაზობს შესაბამის კვებას მაგალითად რუსთავში რომელიც არის ჩასული და ბევრი პატარა ნიუანსი არის რა მაგალითად სამედიცინო თვალსაზრისითაც ხო როდესაც რაღაც ახალგაზრდებთან გაქვს საქმე, ამ ეს სერვისი არის ისე განვითარებული, რომ რუსთავის გზატკეცილზე მაგალითად უცებ რომ რამე მოხდეს, ვინმეს მოემსახურა. ამიტომ რაღაცნაირად ჩემთვის იმდენად აბსურდული არის, ყველა ეს კომპონენტი ერთად რომ დაალაგო, რომ გონია რომ რეპრესიები საბოლოო ჯამში რაში გამოიხატოს შეიძლება რატო რეპრესიები რეპრესიები მგონია რამდენიმე მხრივ, ერთი მხრივ რომ მოგუდოს პროფესორა, იმიტომ რომ ესე არის, და თვითონაც თან გაითვალისწინეთ, მე მგონია რომ ცოტა დისკურსი მათ აქვს 2012 წლამდელი რა. აი ესეთ
ერთი რომ აი ილიანუნიში არიან ვიღაც ბენდუქიძის ხალხი ანუ 13 წელი გავიდა საწყარი ბენდუქიძის გარდაცვლილი არის ილიანუნის ეხა თქვათ რო შეადარო ხო აი ის რაც იყო ექსპერიმენტების სუსტრულიად სხვა რაღაცა ხდება მაგრამ ის რო აი თესეუდან ხალხი ეგახსენა რომ თესეუდან ხალხი წავიდა და შექმნეს რაღაცა ბუდე ხო რომელსაც ტვინს ურეცხავენ ლიბერალიზმით ბავშვებს ეგეთი აღარ არის რა სინამდვილეში არც ერთი აღწერით არც ილიანუნი არც თავისუფალი არც საქართველოს უნივერსიტეტი მაგრამ მესიჯი რასაც პრემიერი იყენებს და ენა იყენებს არის ძველი მესიჯი და ძალიან უცნაური არის რომ ერთდროულად შენ ძველი ყაიდის აი ამ ქოცურ ნარატივს აჟღერებ და ამავდროულად იგივე დღეს აი ამ ყველაზე სახელოვანი ხალხი ამ ძველი თაობის ქართული ოცნების მხარდამჭერისთვის იმ ხალხს ჭხრეკებს ატარებ ბინაში რა ანუ რაღაცნაირად ეგეც აბსურდი არის ეგეც ვერ ლაგდება რა და ამიტომ ეს ფიქრობ რომ აი რაღაცას ვაკეთებთ ყველაზე დიდი გადაფარვა ყველა პროცესის ახლა განათლების რეფორმა არის უყურებთ რომ რა რეაქციებიც არის ბევრი რაღაცა სხვას აღარ ახსოვს დღეს მაგალითად უკვე შევიდა დაჭერების ამბავი იმიტომ არავინ არ იცით ახლა რუსთაველზე იქ უბრალოდ მოვამ სპეცრაზმი და ყველას დაიჭერს თუ რა მოხდება მაგრამ დისკურსი მაინც ცოტა შეიცვალა პოლიტიკური ფიქრობ ცოტა ხნით იმიტომ რომ მალე გავერკვევით ამ ამბებში მაგრამ რასაც შეიძლება მიაღწიონ არის რომ პირველი დაშინდეს ყველა დანარჩენი უნივერსიტეტი რომ ხო არ შეგეხება ჩვენ ეს და მოდი ზედმეტად აღარაფერს აღარ ვიტყვის სანამ რეფორმის ამბები გაირკვევა მაგალითად თვითცენზურა დაუწესდეს ბევრმა პროფესორმა მაგალითად საკუთარ თავს პირიქით ხო შეიძლება რომ მოხდეს რომ უფრო გააქტიუროს და ეს ეგ იდეალური ვარიანტია რა თქმა უნდა ეგ ძალიან კარგი არის და ფიქრობ რომ ეგეც იქნება რა ჩვენ დრო სამწუხაროდ ამოიწურა მე გადაცემის ბოლოს კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ გენერალური პროკურატურის ინფორმაციით ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული სულ 8 პირის საცხოვრებელი ბინების სახლებზე და პირადი ჭხრეკები ჩატარდა ანუ ღარიბაშვილი სახლის გაჩხრიკეს და თავად ღარიბაშვილიც გაჩხრიკეს არ ვიცით დაიჭერენ მას თუ არა ჯერჯერობით აქ არაფერია ცნობილი მე გემშვიდობებით ხვალამდე გიტოვებთ თავარ საინფორმაციო გამოშვებას